არაფერი უხდება დილას ისე როგორც სიხარული, მხიარულება, მუსიკა და ბავშვები კი განსაკუთრებით ალამაზები და ერთი ძალიან ნიჭიერი ჩვენი სტუმარი ახალგაზრდა, პატარა, მაგრამ ძალიან ცნობილი უკვე, მომღერალი გვინდა წარმოგიდგინოთ. საზოგადოება კარგად იცნობს არაერთი სატელევიზიო პროექტიდან, გადაცემიდან და მოკლედ ჩვენი გადაცემის სტუმარიც არის ცხადია საბა ადამაშვილი. სულ რაღაც 6 წელი საბა დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. მოგესალმები, როგორ ახარ? შენ ისეთი გამოცდილი ხარ ტელევიზიებში სიარულით, რომ შეგიძლია როგორ წამყვანი ისე კი მოგვისალმე. როგორ ახარ? კარგად. როგორ განწყობაზე ხარ? კარგად. გაატყობა? მოგეწონა ჩვენთან? კი. ჩვენთან არ ხარ ნაკობ მოიარე ტელევიზიები და ჩვენთანაც მოხვედი. მადლობა რომ დაგვითმობ ბავშვებს ეზარებათ გაღვიძება, მაგრამ შენ გეტყობა რომ ყოჩაღი ხარ დილიდან და ესე შეეჩვიან ტელევიზიებს რომ არაფერი გეტყობა რომ შეიძლება გაღვიძება გეზარებოდეს. რა თქმა უნდა ჩვენ როგორც მომღერალი წარგადგინეთ ისე და იმედია გვიმღერებ, მაგრამ ესე იგი საბა გარდა მუსიკალური ნიჭისა ძალიან ისეთი ერუდირებული და თავისი ასაკისთვის საკმაოდ ესეთი მწოდნი ადამიანია. მე მგონი მაყურებელსაც ჩვენც გვახსოვს და მაყურებელსაც სხვადასხვა გადაცემიდან ამ კუთხითაც. მე უნდა გითხრათ რომ ბევრი რომ ისეთი იცის საბა, რაც მე არ ვიცი. მაგალითად სამყარო ბიბლიური ასაკი იცის როგორც ვიცი საბა, მესეა? კი. შეგიძლია გითხრა, ან გაგვაგებინო. აბა გითხარი ბიბლიური. მეცნიერები სულ დაობდნენ. დედამიწა რამდენი წლისაა? ზოგი ამბობდა 2 წლისაა. ხო. ზოგი ამბობდა 3 წლისაა. და რა გადაწყდა და ბოლო-ბოლო? ვერ გაარკვიეს. ხო. მე რაზე მივიდნენ? შეთანხმება რაზე შედგა? და კოსმოსში რაკეტა უნდა გაიგზავნა. ხო. და ელოდებოდნენ რომ კოსმოსში დიდი მტვერი იქნებოდა. ვა. და მე რა მოხდა? და რო გაფრინდნენ. ხო. 2 სანტიმეტრი მტვერი დახვდათ. ვა. ხედავში. კოსმიური მტვერი, რაც დედამიწის ბიბლიური ასაკია. ვა, ხედავში, ნიცოდი? მართლა არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი. მადლობა საბა რომ გაგვაგებინა ეს ამბავი. შენ კიდე მე ვიცი რომ მომისმენია, გამიგია, მსმენია რომ რაღაც ისტორიული ამბები იცი ძალიან ბევრი როგორც ჩვენი ისტორიის, ასევე სოფლიო ისტორიის და მათ შორის აი ბევრი ჩვენთვის სასიკადულო, მათ შორის წმინდანების ცხოვრება, ისტორია. აი განსაკუთრებით თუ ყავს გამორჩეული ისტორიული პერსონა ან მეფე, ვინც განსაკუთრებით გიყვარს შენ და გიყვარს ხოლმე მათზე საუბარი. არის ესეთი ვინმე? კი. ვინ არის? აი მეფე რეკლე ვახტანგ გორგასალი თამარ მეფე. ვახ. აბა რომელზე გინდა ეხლა რომ გვესაუბრო? აი რომელზე გვეტყოდი რამეს? აი უცებ რო გითხრა მაგ სამიდან რომელზე გინდა რამე გითხრა განსაკუთრებული რომელთა ცხოვრებაც და საქმიანობაც შენთვის შთამბეჭდავია? მეფე რეკლეს. ერეკლეზე? აბა ერეკლეზე რას გვეტყვი? რა გიყვარს ერეკლეს ცხოვრებაში და მის მეფობაში? გითხრა? აბა რა უნდა ქნა, მიდი. მეფე რეკლეს დროს საქართველოს შემოესია სპარსეთი. ხო. და მეფე რეკლეს ძალიან მცირე ჯარი ყავდა. და რუსეთს თხოვა დახმარებისთვის. მაგრამ არ დაეხმარა. ხო. არ დაუდგნენ გვერდში. მე რა მოხდა? და მე 300 არაგველი მოვიდა და დადეს პირობა. რომ ან ბრძოლის ველზე დავეცემითო, ან გავიმარჯვენთო. ხო და ბრძოლის ველზე დაეცნენ გმირულად. ყველა. და ეკლესიამ წმინდანად ჩერა. აი ესე დაუდგენ მეფე ერეკლეს და მეფე ერეკლე დიდი პიროვნება იყო. მე როგორც ვიცი, 6 მოხთვის კადეც უნდა იცოდე შენ ამბები 6 თაღაიშვილზე, ხო ასეა? ხო. აბა რას გვეტყვი 6-ზე? შენთვის რითია მნიშვნელოვანი და რა იცი 6-ის ცხოვრებიდან? 6 იყო ღვთისკაცი. კი. და ძალიან უნდოდა რომ შვილი ყოლოდა. აჰა. და საგანძური იცი როგორ გადაგვირჩევნა? აბა მოგვიყევი. შვილივი თული და საგანძური. რა მაგარი ფორმულირება. ნახე ამაზე არ მიფიქრე სხვათა შორის არასდროს. ბევრ ფულს თამასობდნენ. მაგრამ მაინც არ მისცა. იმიტომ რომ ეს საგანძური არისო მარტო ქართველებისო. მაგარია. სხვათა შორის აქვე უნდა აღვნიშნოთ, შეიძლება ბევრმა იცით, ბევრმა არ იცით, მაგრამ ჩვენ ტელევიზიაში განსაკუთრებით გვიხარია, რომ საბა ბრძანდება მოძღვრის პატრიარქის ნათლული და ასევე სასულიერო პირის მამა ალექსი ადამაშვილის, რომელიც ბრძანდება ქაშვეთის ტაძრის მოძღვარი, მრავალი 10 წლეულია უკვე მოძღვარია და მისი შვილიშვილი და ეტყობა ეს რაღაცა გიმო პატრიარქის ნათლობა და მოძღვრის, მაგრამ სიმღერა როდის დაიწყეს აბა? მე მგონი ჯერ ღოროდა და მე დაიბადა. რაც თავი გახსოვს ხომღერი სულ ბავშვობიდან. კი. პატრიარქის ნათლული რო ხარ ეს დაგწუნებული გიხარია და პატრიარქს რო ხვდები ხოლმე ეგ მომენტები თუ გახსოვს და აი შენთვის რა სიხარულია რომ შენი ნათლი არის პატრიარქი. აი ეს ალბათ გიხარია ხო განსაკუთრებით? კი. ახალ სიმღერებზე მუშაობ, იმიტომ რომ
პატრიარქს დაბადების დღეზე ვუმღერო. უმზადებ პატრიარქს ოთხიანვრისთვის ეხა რომოზის და აღსაყრების დაბადების უმზადებ ახალ სიმღერას რამეს? კი. მაგარი იქნება და მე ვიცი რომ ამდენჯერმე მქონდა საშუალება საბას პატრიარქთან მის ნათლიასთან წარუდგარიყო და თავის ნიჭიერება გამოევლინა. იცი რა ჩვენ რო 6 თვე ვახსენეთ და შენ კარგი ფორმულირება გააკეთე რომ შვილივით უვლიდაო ამ საგანძურს და ეს საგანძური იმიტომ უვლიდა და იმიტომ უყვარდა რომ თავის სამშობლო უყვარდა ძალიან და ჩვენ შეგვინარჩუნა და ერთი მისი ასევე გურული კაი ადამიანია ჩვენ წერლობაში რომელსაც განსაკუთრებით კარგი რაღაც აქვს სამშობლო და თქვენ რომ დუმბაძეს და ხო არ იცი ეგ ამბავი ჩვენ სამშობლოზე რა თქვა დუმბაძემ სამშობლოც ვიცი. აბა მიდი გითხარი ერთი ეგეც სამშობლო ისეთი ფენომენია, რომელსაც ასაკი არ გააჩნია. ისევე როგორც დედას და დედასავით მარადიულია. იქნებ ვაზია სამშობლო. დაუკვირდით თუ ქვევით ასხია და ჩოქილმა უნდა დაკრიფო და თუ ზევით ასხია ხელებ აპყრობილნა. ეს ორივე ძალიან გავს ლოცვას. ლოცვას ხომ დაჩოქილების კითხულობენ და ხელებ აპყრობილებიც. ლოცვა კი ისე არაფერს არ უხდება, როგორც სამშობლოს. და კიდევ სწორედ სამშობლო იცი რა არის? აბა თვით მფრინავიდან რომ გადმოიხედები და უზარმაზარ კავკასიონს რო დაინახავ. გული რო აგიჩქარდება და თვალზე ცრემლი მოგადგება. აი ეს არის სწორედ სამშობლო. მაგარია ოჩო მოკლედ მარტო მომღერავი არ ყოფილა საბა ნამდვილად და გადავიდეთ სიმღერის ნაწილზეც და მოგვიყევი საბა შენი აი შემოქმედების შესახებ როდის დაიწყე სიმღერა როგორი სიმღერების შესრულება უფრო გიყვარს როგორ არჩევ სიმღერებს ხო ეგეც გითხარი და აბა გახსოვს დაახლოებით შენ რა ასაკიდან დაიწყე თუ რაც გახსოვს შენი ცხოვრება მას ვერ მღერი ვეღარ იხსენ როდის დაიწყე 3 წლიდან 3 წლიდან დაიწყე სულ რაღაც 6 საათი და 3 წლიდან დაიწყო აბა ესაა საქმე და იცი რა მითხარი ეს რო მღერი ხოლმე ამ გადაცემებში და ჩვენთანაც მოხვედი გავიგე სახში როცა თავისუფალი დრო გაქვს და არ გაქვს ზოგადად რეპეტიცია ან ჩაწერა შენთვის თუ ღიღინო ხოლმე და მღერი თუ სახში არ მღერი ხოლმე თუ თან მღერი სახშიც მღერი ხოლმე ხო ასე იგი ყველაზე ძალიან ის თამაში გიყვარს ყველაზე მეტად რისი თამაში ხო აი ერთობი აი რა გიხარ რა გართობს ყველაზე ძალიან სახში რის თამაშობ ხოლმე მანქანები გიყვარს რაღაც თოფები გიყვარს კარტობა გიყვარს შენ ისეთი მოძრაობი ხარ რაღაც უცნაური თამაშები გიყვარება რაღაცები მე კაი თამაშები კაი თუ გიყვარს კაი თამაში უნდა გიყვარდეს მე ეს მგონია მანქანები თამაში მაგარია მანქანები თამაში მაგარია თუ პულტიანი მანქანები გიყვარს თუ როგორი მანქანები რა პულტიანი მანქანა გიყვარს თუ როგორი მანქანა გიყვარს ხელით რო უნდა ატა უფრო აზროვნებ მაგ დროს ხო ხო შენს რეპერტუარში რაც აქამდე ჩაგიწერია თუ გაქვს გამორჩეულად საყვარელი სიმღერა რომელსაც რომ მღერი განსაკუთრებით გიხარია არის ესეთი სიმღერა რომელიც ძალიან გიყვარს კი აბა რომელია ოსოლემიო მე და შენ იტალიის სიყვარული ერთნაირ რაღაც შეგიძლია წაგიმღერო ერთი რამე ფრაზა ოსოლემიოდან რაღაც უცებ შეგიძლია ხა წაგიმღერო სანამ მიგადახო აბა მიდი Che bella cosa una giornata e sole, un'aria serena dopo una tempesta, bell'aria fresca, pareggiana fresca. Che bella cosa una giornata e sole. Bravo, ძალიან მაგარი. ეხა ჩამოვედი იტალიიდან და ესე იგი განმიახლე იტალიის ელფერი. მე უკვე უნდა გაბრუნდე სასწრაფოდ. ისე მომანდომე იტალია. ეხა ნახე იქ აღარ აგაწევინე, იმიტომ რომ დაგაზოგინე ხმა, იმიტომ რომ ეხა გვინდა რომ თხოვ გადახვიდე სცენაზე, რას გვიმღერებ დღეს? რა სიმღერას წარმოუდგენ ჩვენს მაყურებელს, რა შეასრულებ? თბილისის მზე. ლილიკონებსადი სიმღერა? ხო. მაგა დილას არაფერი უხდება ისე როგორც თბილისში. აბა, დიდი მადლობა. გაგვიხარდა რომ ჩვენი სტუმარი იყავი. შენ ძალიან მცირე რამ მოახერხე ხა მოგიყოლა შენ იმდენი რამე იცი მაგალ გადაცემები სჭირდება მაგრამ კიდე ხო გვესტუმრები და მოგვიყვები კი კარგი მოდი მაშინ მოგცემ მიკროფონს ჩადი ფრთხილად გადადი სცენაზე დაიკავე გაიხედე კამერისკენ და აბა თბილისის ლილიკონებსადი საბა ადამაშვილის შესრულებით თხოვთ მუსიკას გამოშვი მაესტრო
მადლობა, აი ესე ლამაზი სიმღერით და ნოტებით გამოაღვიძა თბილისის საბამ. ჩვენი ახალგაზრდა დამწყები კი არა და უკვე ძალიან წარმატებული პატარა ნიჭიერი მომღერალი საბა ადამაშვილი გწონავდა და ძალიან დიდი მადლობა საბას ამ საოცარი განწყობისთვის, რაც შემოიტანა ჩვენ სტუდიაში და მაყურებლების ოჯახებში, რომლებიც ვიყურებენ.